ქუთაისში ბინა 52-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცა, რომლებიც სამინისტროს ინფორმაციით ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ. შედეგად 4 საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურა. ერთ-ერთი ვისმა ოჯახმაც ბინა მიიღო, ეს ზაირა ვეკუა. იგი 25 წლის განმავლობაში ელოდა ახალ საცხოვრებელ ფართს. მისმა 8 სულიანმა ოჯახმა ახალ აშენებულ კორპუსში, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, 2 ოროთახიანი ბინა მიიღო. კოჩარიდან ვარ დევნილები დიდი ხანია ველოდებოდით 25 წელი. უმძიმეს პირობებში ცხოვრობდით, გუმათში ცხოვრობდით. ძიმე მდგომარეობა იყო თითო ოთახი, აბანო არა, არაფერი არა, ასეთ. 25 წელი ცხოვრობდით იქ. 25 წლის განმავლობაში ელოდა ბინის მიღებას მარიკა ლომსიანიძის ოჯახი. ისინი წყალტუბოში მედია სანატორიუმში ცხოვრობდნენ. 4 სულიანი ოჯახი ახლა ახალ ცხოვრებას იწყებს. მათონია მეიღო გასაღები, მათონია. ხოდე. რაოდი? დიდი ხანია მოდები. საკმაოდ დიდი ხანი, სადღაც 25 წელი. ჩვენ წყალტუბოში ვცხოვრობდით მედია სანატორიუმში. პირობები იქ უკვე ძალიან შეუძლებელი იყო ცხოვრება. ბინის გასახებები ახალ მოსახლეებს პირადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადასცა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. დღეს განხორციელდა ერთ-ერთი ეტაპი დევნილებისთვის ბინების გადაცემის 52 ოჯახი იქნა დაკმაყოფილებული. ეს ოჯახები შერჩეული იქნა იმის მიხედვით, რომ ისინი რეალურად ნგრევად და სიცოცხლისათვის სახიფათო ობიექტებში ცხოვრობდნენ. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი არ, მე ნამდვილად მიხარია, რომ ახალ წელს ახალ ბინებს შეხვდებიან, თუმცა ეს ერთ-ერთი ნაწილი არის მთლიანად რეგიონის მასშტაბით მომავალი წლის განმავლობაში 400-ზე მეტი ბინა გადაეცემა ქუთაისში მხოლოდ და მთლიანად რეგიონში 750-ზე მეტი. ზოგადად ესეთი სახის პროექტები გაგრძელდება 2019 წელში 740 ოჯახი დაკმაყოფილდება ქუთაისში საცხოვრებელი ფართით. აგრეთვე ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და 2019-ში 140 ოჯახიც მიიღებს საცხოვრებელ ფართს და ზოგადად მთავრობის ხედვა არის, რომ უმოკლეს პერიოდში ინტენსიური მუშაობის შედეგად ყველა ოჯახი რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართით. ახალ აშენებულ კორპუსში არსებული 52 ბინიდან 14 ერთოთახიანი, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანია. ბინები სულადობისა და დევნილთა საჭიროებების მიხედვით გადანაწილდა. სამინისტროს ინფორმაციით 2013 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში ახალ აშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი ჯამში 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. თამარ ქავთარაძე და საბა თაუბერიძე, ტელეკომპანია მეგა TV-სათვის.